ვაგრძელებთ გადაცემას ძალიან მნიშვნელოვანი თემით ვაგრძელებთ, ანუ 2024 წლის აღწერის წინასწარ შედეგებზე უნდა ვისაუბროთ ახლა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის და გიორგის გადავცემ ესტაფეტას და მე მინდოდა ეს თემა შენთან ერთად უფრო განმევითარებინა, მაგრამ რადგან მე გადმომიგოცე ვიტყვი რომ საქართველოს 2024 წლის მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები უკვე ცნობილია. განახლებული მონაცემები მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ქვეყნის დემოგრაფიულ და გეოგრაფიულ სტრუქტურაზე. რამდენი ვართ, სად ვცხოვრობ და როგორ იცვლება საქართველოს დროსთან ერთად. ახალი აღწერის მიხედვით მოსახლეობის საერთო რიცხოვნება 3.914.000-ია და თუ არ ვცდები, რამდენიმე პროცენტით არის გაზრდილი, თუმცა ის რო არ შემეშალოს ჩვენი სტუმარი, რომელიც შემოგვიერთდა პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით. ასეთი კითხვა მინდა დაგისვათ. წინა აღწერასთან შედარებით როგორი მონაცემები მივიღეთ და რამდენი პროცენტია მატება, თუ არის საერთოდ მატება? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. მოკლედ დაახლოებით 5.4%-ით, ანუ 200.000 კაცით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა 2014 წლის აღწერასთან შედარებით. სტრუქტურაში გამოვლინდა ესეთი რამ, რომ 53% გახლავთ ქალი, 47%-ია კაცი, ასევე ურბანიზაციის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. ანუ დაახლოებით 62% ცხოვრობს ქალაქად, მაშინ როდესაც 10 წლის წინ დაახლოებით 57% იყო ქალაქის მოსახლეობის წილი. განსაკუთრებით გაზრდილია ქალაქ თბილისში მოსახლეობის რიცხოვნობა. თუ 10 წლის წინ თბილისში ცხოვრობდა 1.108.000, დღეს ცხოვრობს 1.330.000 ადამიანი, ასევე გაზრდილია მნიშვნელოვნად ქალაქ ბათუმის მოსახლეობის რიცხოვნობა. დაახლოებით 150.000 კაცი ცხოვრობდა 10 წლის წინ და დღეს 235.000 ცხოვრობს. ანუ 53% არის დაგვაქვს. ეს მიუთითებს ურბანიზაციის საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზე და დაახლოებით 5%-ული პუნქტით არის. მაგრამ რა ხდება მთებში, სოფლებში, ამ თვალსაზრისით როგორია სიტუაცია? ბუნებრივია, აქედან გამომდინარე, რახან მოსახლეობის რიცხოვნობა ქალაქებშია გაზრდილი, ეს საიდანღაც მოდის. ან გარე მიგრაციის ხარჯზეა, ან მაღალმთიანი რეგიონებში მოსახლეობის შემცირების გამო ხდება ქალაქში მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა. თუმცა რამდენიმე მაგალითად 3 ყველაზე ხალხმრავალი მოსახლეობის რიცხოვნობით ყველაზე დიდი მუნიციპალიტეტზე შემიძლია ვისაუბრო. პირველი გახლავთ გორის მუნიციპალიტეტი, სადაც დაახლოებით 121.000 კაცზე მეტი ცხოვრობს. მეორე ადგილზეა ასევე ან გორში სხვათა შორის მოსახლეობის რიცხოვნობა შემცირდა წინა აღწერასთან შედარებით. მეორე ადგილზეა მარნეულის მუნიციპალიტეტი, სადაც ზრდის ტენდენცია გამოვლინდა პირიქით და მესამე ადგილზე გახლავთ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. რაც შეეხება ქალაქებს, როგორც გითხარით, თბილისში, ბათუმში, მათ შორის ქუთაისშიც გაზრდილია მოსახლეობის რიცხოვნობა. გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმშიც და ერთი ქალაქი დაუჭა ფოთი, სადაც პირიქით შემცირების ტენდენცია გამოვლინდა. შემცირება არის ფოთში, ხო? აი თქვენს მონაცემებში ჩანს, რომ ყველაზე მცირედ დასახლებული მხარე არის რაჭა-ლენჩხუმი და ქვემო სვანეთი 0.7%. ანუ ეს შიდა მიგრაციის ნაწილი უფრო მეტად ამ მონაცემების დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთიანი რეგიონიდან ბარში ჩამოსვლა არის? დიახ, ზოგადად ნახეთ, თუ დავაკვირდებით რეგიონების სტატისტიკურ მონაცემებს, რაჭა-ლენჩხუმის და ქვემო სვანეთის მოსახლეობა ყოველთვის დაბალი წილით იყო მთელ სტრუქტურაში წარმოდგენილი. თუმცა არის მაგალითად რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მაგალითად ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სადაც პირიქით მოსახლეობის რიცხოვნობა წინა აღწერასთან შედარებით არის გაზრდილი. ყველაზე მნიშვნელოვანი შემცირება თუ მაღალმთიან რეგიონებზე ვისაუბრებთ, არის აჭარის მაღალმთიან დასახლებებში, რომელიც ჩამოვიდა ბათუმში და შუახევის მუნიციპალიტეტში შემცირდა მკვეთრად და მათი დიდი ნაწილი სავარაუდოდ ბათუმში არის ჩამოსული. ხო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ტურიზმის განვითარებასთან ერთად აუცილებლად ავლენ ისევ ზემოთ. კი, იმიტომ რომ თა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე როგორც მთის წარმომადგენელს, ანუ ჩემთვის ძალიან მაწუხებს ეს ამბავი და მინდა რომ თა არ იცლებოდეს. ეს რამდენად გვაქვს ჩვენ ასეთ ცნებარის დაბერების ტენდენცია. ეს თუ გვაქვს ქვეყანაში და როგორი მდგომარეობა ამ თვალსაზრისით?
დიახ, დაბერებასთან დაკავშირებით ჩვენ აღწერის გარდა მიმდინარე დემოგრაფიული სტატისტიკითაც შეგვიძლია ვისაუბროთ, ზოგადად მოსახლეობა დაბერებულად ითვლება თუ გაეროს მეთოდოლოგიის მიხედვით თუ 65 წლის და უფროსი ასაკის მეტი მოსახლეობის წილი 7%-ს აღემატება, ჩვენ შემთხვევაში 15-16%-ის ფარგლებშია და ამას განაპირობებს ზოგადად ორი ფაქტორი. პირველი, სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობის და ჩვენ შემთხვევაში 3 წლით არის გაზრდილი 10 წლიან პერიოდში და მეორე არის შობადობის მაჩვენებლის შემცირება. ნუ სამწუხაროდ მოგიხსენებათ, შობადობის მაჩვენებელი კლების ტენდენციით ხასიათდება წინა პერიოდთან შედარებით. თუმცა ამასაც თავისი მიზეზი აქვს და იცით რა, აქ ჩაგეკითხებით, იმიტომ რომ მაყურებელს ეს კითხვა აუცილებლად ექნება, არ ვიცი რამდენად სწორი კითხვა, მაგრამ მაინც გითხავთ. ეხლა გაზრდილია მოსახლეობის რაოდენობა ვხედავთ, მაგრამ გვაინტერესებს ასეთი რამე, თუ ამის გამოკვლევა, გარკვევა თუ შეიძლება, ეს გაზრდილია უცხოელი სტუმრების ხარჯზე, თუ ქართველთა რაოდენობა მოიმატა, აი ჩვენ ქვეყნის მოსახლეობა გაიზარდა თუ არა რეალურად. მოქალაქეების მოქალაქეების უცხოელები არიან თუ ქართველი? დიახ, ეს არის საკითხი, რომელიც ჯერჯერობით ჩვენს გვაინტერესებს, ამიტომ ჩვენ საზოგადოებას თავიდანვე უთხარით, რომ დეტალური ინფორმაცია მოქალაქეობის, ეროვნების, მათ შორის აღსარებლობის მიხედვით ხელმისაწვდომი იქნება ზუსტად 1 წელში, 2026 წლის ივნისში, რაც მოგცემს ამის დეტალური ანალიზის შესაძლებლობას. ამ ეტაპზე მხოლოდ ჯამური ინფორმაცია მუნიციპალიტეტების და რეგიონების მიხედვით სქესობრივ ჭრილში, მათ შორის ქალაქის სოფლის დასახლების მიხედვით. იმ მონაცემების მიხედვით, რომელზეც თქვენი საუბრეთ, უკვე გვეცოდინება ეროვნებაც, აღსარებლობაც და ასე შემდეგ. ენების ცოდნა, დასაქმების მდგომარეობა, ეკონომიკური აქტივობა, მათ შორის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე ჩვენ მოსახლეობის აღწერასთან ერთად მოგიხსენებათ, სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩავატარეთ და გვეცოდინება ინფორმაცია ზუსტად 1 წელში, მაგალითად, მრავალწლიანი ნარგავების რაოდენობის, მსხვილფეხარქოსანი პირუტყვის, ფრინველის, სულადობის და პუტკრის ოჯახების რაოდენობის შესახებ. აუცილებლად, რადგან მე თამაინტერესებს ყოველთვის მაღალმთიან რეგიონებში როგორ მოხდა ამ აღწერის პროცესი, ხო არ გაგიჭირდათ ამ აი ზამთრის პერიოდში ალბათ ძალიან რთული იქნებოდა ამის გაკეთება. დიახ, გამომდინარე იქედან რომ მაღალმთიანი რეგიონები ზოგადად რთული მეტეოროლოგიური პირობებით ხასიათდება და იყო მაღალი ალბათობა და რისკი იმისა, რომ საველე სამუშაოები მონაცემთა შეგროვება გართულებული იყო, ჩვენ გადავდგით ესეთი ნაბიჯი, რომ წინასწარ, ანუ სექტემბერში ჩავატარეთ მოსახლეობის აღწერა სექტემბერში და შესაბამისად ეს იყო სულ რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის იყო მესტია, მათ შორის იყო ყაზბეგი და დუშეთის და მაგალითად ახმეტის რამდენიმე ადმინისტრაციული ერთეული. თუმცა ეს იყო მთელი მოსახლეობის დაახლოებით 1%-ზე ნაკლები. დანარჩენ შემთხვევაში 14 ნოემბრი და დეკემბრის ბოლომდე პერიოდში შეგროვდა მონაცემები. ქალების და მამაკაცების გადანაწილებას ვუყურებ ახლა თქვენს მონაცემებს, ანუ 53% ქალები არიან მოსახლეობის, 47 მამაკაცების, ანუ ქალების მეტობა იგრძნობა 5%-ზე მეტი ზრდა არის უფრო მეტად ქალების. აი განმაპირობებელი ნიშნები რა შეიძლება იყოს, რომ ქალი მეტია და კაცი ნაკლები. ძალიან კარგი შეკითხვაა, მოკლედ ადრეს სხვათა შორის 52-48-ზე იყო წინააღმდეგის მიხედვით. ისევ ხალბატონები იყვნენ მეტნი. მაგრამ ნახეთ, სიცოცხლის მოსალოდნელ ხანგრძლივობაზე როცა საუბრობ, ქალები კაცებთან შედარებით დაახლოებით 8-9 წლით მეტ ცოცხლობენ. და მიუხედავად იმისა, რომ დაბადებულებში უფრო მეტი ბიჭია, დაახლოებით 40 წლის ასაკის შემდეგ ეს სურათი საპირისპირო ხდება. ანუ გულსიზრდათა დაავადებებთან ერთად მატულობს ტრამვების რისკებიც, რაც მამაკაცების შემთხვევაში არის გაცილებით მაღალი. და სხვათა შორის თუ 53-47-ია მთელ მოსახლეობაში, თბილისში 56%-ია ქალების წილი. ასევე როგორც მახსოვს, ქუთაისში არის საკმაოდ მაღალი აღნიშნული მაჩვენებელი. ღმერთმა მისცემ სიცოცხლე, ჩვენ სულ არა ვართ წინააღმდეგი, ჩვენზე მეთხან სიცოცხლე ქალების მეტი გამძლეობა გამოიკვეთა. კი, ნამდვილად. და იცით რა, ერთი რამ მინდა გკითხოთ, აი ბოლო კითხვა, თვითრეგისტრაციაზე მინდა შეგეკითხოთ, იმიტომ რომ მე მაგალითად თვითრეგისტრირება მოხდინე ძალიან კომფორტული იყო. აი თვითრეგისტრაციის ციფრული ფორმატების მუშაობის სისტემა და რამდენად ზუსტი იყო ეს? დიახ, ეს იყო პირველად ჩვენი ქვეყნის აღწერების ისტორიაში, როდესაც ჩვენ მონაცემებს შევაგროვეთ მთლიანად ელექტრონულად ქაღალდის კითხვარების გარეშე, დავიწყეთ პირველი 2 კვირის მანძილზე თვითრეგისტრაციით და მისი წილი იყო 5%-მდე, მაქსიმუმ 5%.
თუმცა ამას მოხდა თან კომპიუტერიზირებული პლანშეტური გამოკითხვა, რამაც მოიცვა ამ მთელი ქვეყანა კონტროლებადი ტერიტორია, რა თქმა უნდა. ეს იყო გამორჩეული შესაძლებლობა, ძალიან კარგი შესაძლებლობა თითოეული მოქალაქისთვის, ჩვენგან დამოუკიდებლად მისთვის სასურველ დროს და ადგილას მიიღო. ჩემთან მოვიდნენ, მაგალითად მე მივიღე მონაწილეობა აღწერაში, ანუ მე და ჩემი მეუღლე, მაგრამ და შესაბამისად ჩემთან კარდაკარის პრინციპი იყო ეს ასე გამოდის და იქაც ელექტრონულად იყო, რა თქმა უნდა, ესე შეიცო კი. დიდი მადლობა, მართლაც დიდი საქმე გააკეთეთ. აუცილებლად დაგელოდებით, გაისახთ ძალიან კარგი ინფორმაციით დარწმუნებული ვარ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენი სტუმრობა და დიდი მადლობა თქვენ. დიდი მადლობა წარმატებები, ესე იგი